რამდენიმე საათი რჩება ბრიუსელში გასამართ პრესკონფერენციამდე, სადაც ცნობილი უნდა გახდეს ევროკომისიის შეფასება საქართველოს შესახებ. დღესვე გასაჯაროვდება ევროგაერთიანების გაფართოების ანგარიშის ოფიციალური დოკუმენტიც. თუმცა წინასწარ ცნობილი ხდება, რომ ის უპრეცედენტოდ მწვავე იქნება. კომისია ქართული ოცნების ხელისუფლებას ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის, სასამართლოს დამოუკიდებლობის შერყევის, სახელმწიფო ინსტიტუტების პოლიტიზირების და საგარეო პოლიტიკის შეცვლილი პრიორიტეტების გამო აკრიტიკებს. რადიო თავისუფლების მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით ევროკომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის მხოლოდ სახელი აქვს. ანგარიში შეფასებული იქნება საქართველოში ბოლო 1 წლის განმავლობაში განვითარებული პროცესები. ემზადება თუ არა ქართული ოცნება უკვე თავის მართლებისთვის და როგორია მოლოდინები საქართველოში. სალომე ლაბაძე გვერდდება ახლა პირდაპირ ეთერში და ის მოგუყვება. დავიწყოთ იმით, რომ ქართული ოცნება დღეს ბრიუსელში წარმოდგენილი საერთოდ არ იქნება და სამიტი, რომელშიც ევროკავშირის ლიდერებთან ერთად კანდიდატი ქვეყნების ლიდერებიც მონაწილეობენ, ოცნების წარმომადგენლების გარეშე ჩაივლის. თუმცა დისტანციურადაც თბილისში და ჩინეთში, სადაც ახლა საყურადღებოა, რომ ივანიშვილის პარტიის დელეგაცია ირაკლი ყობახიძის ხელმძღვანელობით იმყოფება, მათ ბრიუსელიდან მწვავე გზავნილების მოსმენა მოუწევთ. ეს კი იმდენად ცხადია თავად ქართული ოცნების წარმომადგენლებისთვისაც, რომ მათ საკუთარი მხარდამჭერებისთვის განსხვავებული მოლოდინის ჩამოყალიბება არც უცდიათ და დარჩენილ რამდენიმე საათსაც ოცნება იყენებს იმისთვის, რომ საკუთარი ამომრჩეველი ისევ ევროკავშირის წინააღმდეგ განაწყოს. ისმის ძველი პროპაგანდისტული გზავნილის 2030 წელზე აქცენტით, ანუ ქართული ოცნება ისევ ამტკიცებს, რომ სწორედ 2030 წელს საქართველოს კანდიდატ ქვეყნებს შორის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საუკეთესოდ მომზადებული იქნება. მანამდე კი ოცნება გვეუბნება, რომ ევროგაერთიანება deep state-ის გავლენას ექვემდებარება და სწორედ ამ გავლენით ხსნის კრიტიკასაც ევროპელი პარტნიორების მხრიდან მისი პოლიტიკის მისამართით. ოცნება იმასაც ამტკიცებს, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში რა პერიოდის შეფასებასაც მოიცავს საქართველოს შესახებ მომზადებული ანგარიში, მათ ადამიანის უფლებები არ დაურღვევიათ, არადა სწორედ ამ 1 წლის განმავლობაში ისმის განსაკუთრებული კრიტიკა ოცნების რეჟიმის მიმართ იმ კანონების გამო, რომელიც არაერთი შეფასებით არის რეპრესიული და რომელზე დააყრდნობითაც ოცნებამ გადადგა არაერთი შეფასებით გამოხატვის თავისუფლების შემწყვეტი ნაბიჯები პირველ რიგში პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ. მათ ფაქტები ვერ მოყავთ, მათ მტკიცებულებები არ გააჩნიათ და საუბრობენ მხოლოდ რაღაცა აღქმებით. სანამ ეს რეჟიმში გაგრძელდება ურთიერთობა და სანამ ისინი თავიანთი დავალებით, ასე ვთქვათ, თავისი ფეხით რომ შებრძანდნენ საპატიმროებში ოპოზიციური ლიდერები, რომლებაც დემონსტრაციულად აარღვიეს კანონი და იცოდნენ რა სასჯელი მოყვებოდა ამ ყველაფერს, სანამ მათ პოლიტპატიმრებს უწოდებენ, სანამ არ აღიარებენ ჩვენ არჩევნებს, სანამ არ ცემენ პატივს ჩვენ სუვერენიტეტს, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ამ რეჟიმში გაგრძელდება, თუმცა ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს და მოლოდინი იმისი, რომ როდესაც 2030 წელი მოვა, ევროკავშირის გაფართოების წელი, ესე რომ ვთქვათ, მაგ დროისთვის რადიკალურად იქნება სიტუაცია შეცვლილი. ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ეს ანგარიში იქნება პოზიტიური საქართველოს მიმართ და ასახავს იმ მნიშვნელოვან პროგრესს, რა პროგრესიც აქვს საქართველოს. ამის ვარაუდით ჩვენ უკვე შეგვიძლია მთელი წლის განმავლობაში ევროკავშირის მხრიდან გაკეთებული განცხადებებისა და გადადგმული ნაბიჯებიდან გამომდინარე, თუმცა დაველოდოთ თავად ანგარიშს და შემდგომ უკვე შევხედავთ თუ რამდენად ობიექტურად იქნება მასში ასახული საქართველოს პროგრესი. ის ნაბიჯები, რაც საქართველომ გადადგა, ის განვითარება, რასაც 1 წლის განმავლობაში ადგილი ჰქონდა საქართველოში, რაც ასახულია სხვადასხვა რეიტინგებში, სხვადასხვა ციფრებში, ეკონომიკურ ზრდასა და განვითარებაში, თუმცა ნახოთ ეს როგორ იქნება ასახული ევროკავშირის ანგარიშში. და როგორც მოისმინეთ ქართული ოცნება იმის მიუხედავად, რომ ის არც კი უშვებს, რომ დღეს ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული შეფასება არ იქნება კრიტიკული, გამორიცხავს იმას, რომ ამის მიუხედავად ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეებისთვის ან კონკრეტული ჯგუფებისთვის საქართველოში უვიზო მიმოსვლა შეაჩეროს, არადა უნდა აღინიშნოს, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილება მათ შორის მოსალოდნელია, რომ დაეფუძნება ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული იქნება სწორედ ევროკომისიის მიერ მომზადებული ანგარიში, რომლის შინაარსიც დღეს გახდება ცნობილი ქართული საზოგადოებისთვის და ევროპელი პარტნიორებისთვისაც. და მიუხედავად იმისა, რომ ამ ანგარიში ყურადღება გამახვილებულია ადამიანის უფლებების მძიმე მდგომარეობაზე საქართველოში, ადამიანის უფლებების დარღვევა კი არის ერთ-ერთი საფუძველი, რის გამოც შესაძლოა, რომ ქვეყანას შეუჩერდეს უვიზო მიმოსვლა ქართულ ოცნებაში. ამ საფრთხეს, როგორც გვეკითხარით, გამორიცხავენ. ამის საპირისპიროდ კი ოპოზიცია ამბობს, რომ საფრთხე არის რეალისტური და თუ საქმე მივა იქამდე, რომ საქართველოს მოქალაქეები ან კონკრეტული ჯგუფები საქართველოში დაკარგავენ ევროპაში თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობას, ეს მთლიანად ქართული ოცნების პასუხისმგებლობა იქნება.
ხადია ამ ანგარიშის საფუძველზე შემუშავდება შემდეგი რეკომენდაციები ევროკავშირისთვის. საქართველოსთან რეკომენდაციის გაწევას აზრი აღარ აქვს. საქართველო არის რუსული ეგრეთ წოდებული პროქსი საქართველოში, ამიტომ მათ აღარ ელაპარაკებიან ქართულ ოცნებას, არ ელაპარაკება ევროკავშირი. ევროკავშირი ცდილობს საკუთარ წევრ სახელმწიფოებს ელაპარაკოს და დაარწმუნოს პირველი იმაში, რომ ფინანსური სანქციები დაწესდეს და მეორე აამუშავოს ის ახალი რეგულაცია, რომელიც მოიცავს უვიზომოსლ შეჩერებას ქართული ოცნების წევრებისთვის და სისტემის მხარდამჭერებისთვის. ეს არის უპრეცედენტო, მსგავსი არც ევროკავშირის ისტორიაში არ მომხდარა, როდესაც კანდიდატი ქვეყანა სრულიად კარგავს დემოკრატიულ ფუნდამენტს. ამ ვითარებაში, როდესაც ქვეყნის შიგნით ფაქტიურად დიქტატურის ფორმალიზება ხდება თან პოლიტიკური პარტიების და ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტიის გაუქმების მსხელობით, რა თქმა უნდა, შეფასება, რომელიც წამოვა ბრიუსელიდან, იქნება უმძიმესი. მე იმედი მაქვს, რომ ეს უმძიმესი შეფასება გავლენას არ მოახდენს ჩვენს ხალხზე და ქართულ საზოგადოებაზე. დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ საქართველოს მოქალაქეების საუკეთესო ინტერესები იქნება გათვალისწინებული. თუ რაიმე სანქციები შეიძლება მოყვეს ამ ანგარიშს ან შემდგომ სხვა ასე ვთქვათ შეფასებებს, უნდა იყოს ძალიან მკაფიოდ გამიჯნული. ერთის მხრივ ივანიშვილი და მისი კრიმინალური მოღალატეთა ბანდა და მათ მიმართ რა თქმა უნდა დაწესდეს შესაბამისი სანქციები და მეორეს მხრივ უნდა იყოს სხვა პოლიტიკა საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტურ უმრავლესობასთან მიმართებაში, 99% ჩვენს მოქალაქეებთან მიმართებაში. ევროკომისიის ანგარიში საქართველოს შესახებ თბილისის დროით დაახლოებით 5 საათზე გამოქვეყნდება, თუმცა ეს დოკუმენტი რომ კრიტიკული იქნება ქართული ოცნების მიმართ, უკვე ცნობილია, რადგან დოკუმენტი რადიო თავისუფლება მოიპოვა და მისი შინაარსი გაასაჯაროვა კიდეც. როგორც უკვე გითხარით, მოსალოდნელია, რომ ბრიუსელი იმის გადაწყვეტისას გაუგრძელოს თუ არა საქართველოს მოქალაქეებს ევროპაში უვიზოდ გადაადგილების შესაძლებლობა მაღალი ალბათობით დაეყრდნობა, მათ შორის ამ დოკუმენტსაც, რადგან აქ საუბარია ადამიანის უფლებების დარღვევის მდგომარეობაზე საქართველოში. ადამიანის უფლებების დარღვევა კი არის ახალი კრიტერიუმი ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონით, რომელსაც დაეყრდნობიან ევროპელი პარტნიორები უვიზო მიმოსვლის საკითხის გადაწყვეტისას. უკვე 6 საათზე კი ჩვენ მოვისმენთ პაվել ჰერჩინსკის შეფასებასაც. 6 საათზე თბილისში სწორედ ევროკავშირის ელჩის პრესკონფერენცია დაგეგმილი, რომელზეც ის ამ გაფართოების ანგარიშის შესახებ და იმაზე ისაუბრებს, თუ რა შედეგებს უნდა ელოდებოდნენ საქართველოს მოქალაქეები ამ ანგარიშიდან გამომდინარე.